დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით, როგორც სხვა რაიონებში, ქართლის შინაგან საქმეთა განყოფილებაში შექმნილია შტაბი. შტაბში არის ასეთი საკითხები: ტოლინების დახმარება, იარაღის ამოღებასთან დაკავშირებით არის შექმნილი ასეთი შტაბი. არის შექმნილი ჯგუფი, რომლებიც ინფორმაციასთან დაკავშირებით აკეთებენ შემოვლას ოჯახებში და იქიდან ამოღებას ამ იარაღისას. რამდენჯერმე იყო მოწოდებული, რა თქმა უნდა, ქართლის რაიონში, რომ ჩაბარებული იყო იარაღი. ეს არ გააკეთეს. იყო ასეთი შემთხვევა, რომ რამდენიმე კაცმა მოიტანა იარაღი, თვითონ უარ შეეძლო ომში წასვლა და ის გადაეცა იმ ხელს, რომელსაც შეეძლო ნამდვილად ბრძოლა და მათმა თავიც გამოიჩინეს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართულ ხალხს, იმ ხალხს, რომელსაც აქვს აღნიშნული იარაღი, ჩაგვაბაროს ამას აღნიშნავთ და იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად ეკუთვნის მათ, რომ დაუბრუნდეთ ეს იარაღი, შემდეგ დაბრუნებული იქნება. შტაბში შემოდის ცნობები მასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ სიტუაციაში ექს-პრეზიდენტის მომხრეები ძალიან აქტიურობდნენ იმ დროს, როდესაც იგი ჩამოსული იყო ქალაქ ზუგდიდში. რამდენიმე მათგანმა სიხარულის გამოსახატავად ასე თოფიც გაისროლა და ეს ფაქტი აღნიშნა, ისე მხიარულად. დღეს ჩვენ ყველას მოგვეხსენება, თუ რა პიროვნება ზუსტად გამსახურდია, ეს არის ერის მოღალატე. მან ვინც ნამდვილად იცის მის საქმიანობა და ის ყველაფერი დაუნახია, რასაც ის აკეთებდა, ნამდვილად მოღალატედ ჩასulis მას. ინფორმაციასთან დაკავშირებით შემოგვივიდა ასეთი საკითხი, ინფორმაცია გათაშვილ ომარის სოფელ ქვენატკოცაში ჰქონდა აღნიშნული იარაღი, გაუფორმებელი კარაბინის სისტემის იარაღი, თავისი ვაზნებით, კიდევ სანადირო თოფი გაუფორმებელი, თავისი ვაზნებით და ჩვენმა ოპერატიულმა მუშაკებმა ამოიღეს ეს იარაღი. მოგეხსენებათ, აგერ ფაქტია. ასეთი ოჯახი იყო მეორე კიდევ ოროტაძე კახა სოფელი ქვენატკოციდან. ინფორმაციასთან დაკავშირებით მასაც დაუდასტურდა, რომ მას ჰქონდა ხელყუმბარა და სანადირო თოფი გაუფორმებელი, თავისი ვაზნებით და აღნიშნული პატარა იარაღის ვაზნები, ეგრეთ წოდებული TT სისტემის იარაღისა. არის კიდევ, აგერ თქვენ თვალწინ, ზუსტად გამსახურდია სურათები, რომელიც ამ ოჯახებიდან იყო ამოღებული. არ ვიცი, ამ ზუსტად გამსახურდიამ რა გაუკეთა ამ ოჯახებს, ისეთი, რომ დაუშვათ დღეს ასე სანთლად ითებენ. ეს მოღალატე კაცმა რა პატივიცა, თუ დაუშვათ რა საქმე გაუკეთა, ესეთი აზრი არა ვარ ჩვენ. თვითონაც ვერ ხსნიან ამას. თვითონაც ვერ ხსნიან, რომ შეეკითხები. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ის ხალხი, რომელიც ექს-პრეზიდენტის სიყვარულით არიან გამშვალულები, დროით გონს მოეგონ, აზრზე მოვიდნენ. და იმასაც მოგახსენებთ, რომ ის ჯგუფი, რომელიც ჩვენ შტაბშია ჩამოყალიბებული, ყველა მომენტში, საათის ყველა წუთსა და მომენტში შეუძლიათ ასეთ აღნიშნულ ოჯახში შევიდნენ, შეამოწმონ იგი და რა თქმა უნდა, ინფორმაციის თანახმად თუ აღმოჩნდება ის იარაღი, აღნიშნული იარაღი მასზე პასუხი მოსთხოვონ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მისცენ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩააბარეთ ის იარაღი, რომელიც თქვენს ოჯახებში ინახება და მას გამოიყენებენ ის ბიჭები, რომლებიც დადიან იქ საომრად და ამას თავის გზას მისცემენ, რა თქმა უნდა. ეს გზა ის არის, რომ იარაღი უნდა იყოს მიმართული მტრისაკენ. ის კი არა, რომ სამხიაროდ გამოსაყენებელი ის, რომ დაუშვათ გამოვიდნენ და გაისროლონ და ამითი ზუსტად გამსახურდიას მხარი დაუჭირონ. მეტი დასამატებელი მე არაფერი არ მაქვს.
და თვითონ ოპერმუშაკებიც მოახსენებენ ამათ.